და? სექსი. ფეხის ზომა მაინტერესებს თქვენი. ანუ სად შეხვდით? კაფეში და ყავაზე. კაფეში. კაცი გამძახების ვაიბები რატო გამოიღო? ჩვენ ხო შოუ გჭირდება. კი, ხო დავდგი. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დეითობანა, ისევ და ისევ სოულაკიბარი. ცალკე მივესალმები საზოგადოებას, ვინც ამას მიირთმევდა ისე უყურებთ დეითობანას. მე კიდევ ისევ და ისევ ეძებ ადამიანებს, რომ დავაწყვილო. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ნინა და გიორგი. მოგესალმებით, გიორგი, ნინა. როგორ ახართ? როგორი განწყობით ვართ? ამინდის შესაფერის განწყობაზე. ამინდის შესაფერის კარგად. კი ბატონო. მე ცოტა ნერვიულობ, მაგრამ გადავლახავ. რატო ნერვიულობ? ყველაფერი კარგად არის. მოგხედავთ. კი ბატონო. ნინა მოგხედავ. მომიყევით, ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა საკეთებთ? ის რადგან ნერვიულობს, მე დავიწყებ. ოკეი. მე ვარ ნინა. ასაკის მხოლოდ არც ერთ ციფრს არ დავესახელებ იყოს. რატო? ამოუცნობირო ვიყო. ოკეი. ხო და ესე დავარქვეთ. ხა. ბიზნეს ვუმენობ. ბიზნეს პატარა ბიზნესი. და დიდი ამბიციები. ოკეი. საინტერესო ალბათ რა ბიზნესია საუბარი. კოფი შოპი მაქვს პატარა. ოკეი. ძალიან კარგი. კიდე. სად მდებარეობს, ბარემ თუ გინდა რეკლამა გააკეთე. აი აზრია. ამაზე არ მიფიქრია. საერთოდ. წერტილი ქუჩა 14, არც მიფიქრი, აი დაგეგმილს კი არ მეთქვა. დედას გეფიცები, საერთოდ. იქ ვარ ხოლმე და ვანათებ და გარეთ გახარ ხოლმე. ოკეი. მშვენიერი. გიორგი, შენ რა საქმიანობ? ამჟამად ავეჯის ხელოსანი ვარ. ავეჯის ხელოსანი ხარ? კი. დამჭირდება. ბიზნესის. ბიზნესის. ხოლოდ. ძალიან კარგი, თუ რამეში გამოგადგები. არა პრობლემა. ძმა. აი ეგ დააკ. ოკეი, გაკლდა. მე თქვა. ჯიგარო. ანუ ავეჯის ინდუსტრიაში ხარ, კი ბატონო. სხვა რემონტებსაც ვაკეთებ ეს რემონტებსაც კი. ანუ ხელობით ხარ დაკავებული. ხელობით ვარ ამჟამად დაკავებული. ბოლოს რა გაიკეთებია? ბოლოს გავაკეთე კაფელი. 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 აბანოში, კი. თუ გინდა შენ მიმართე რომ ვაგებ კაფელს. ვაწყობა ვეჯს. ვინმე ჟორკო თუ გინდათ? მშვენიერი. ანუ სამსახურის გარდა, საქმიანობის გარდა ვით ხარ დაკავებული? ვცდილობ აი ესეთ მებში მივიღო მონაწილეობა, გადაღებებზე დავდიოდი, ეხლა ცოტა ნაკლებად, მაგრამ რის გადაღებაზე? კინო გადაღებებზე დავდიოდი. კინო გადაღებებზე? ანუ ფილმებში მონაწილეობდი? ანუ მასიურ სცენებში რა. ოკეი. ავეჯს თამაშობ. აი რვიდექი და ხო. დივანი იყავი და გოგონი დაჯიკი. ეგ არა და მეორე. მეორე ბიჭია. ოკეი. მოდით გავიხსენოთ. გავიხსენოთ რა, ჯერ შევსვათ პირველი შოთი. ბატონო. თუ ხوار შევატრიალოთ. აი ციტელი. არა. იყოს, კი ბატონო. მოდი ჩვენ გაცნობას გავუმარჯოს. ჩვენს გაცნობას გავუმარჯოს და ჩვენს ყველა დეითს გავუმარჯოს, რაც კი გქონია და გვექნება. ჩვენსაც არა, ჩემსაც და შენსაც არა. გასაგებია. რატო შეიძლება თქვენსაც? ანუ ჯერ ზოგადად დეითს. ხო, კი ბატონო. ეგრეა ჯიგარო.
კეთილი, მოდით გავიხსენოთ ცუდი დეითები, უიღბლო დეითები, საინტერესო დეითები, რა ვიცი. რაც გქონიათ. მოდი გიორგი ჯერ ნერვიულობს და გიორგი ხო აღარ ნერვიულობ? ცოტა გაგიხსნა და ხო, ცოტა ნელა. მაშინ ისევ მე ავიდე. ნელა 1-2 წელი მაცალე და წელი ვარ. სმენია someone. ხო, ანუ ზოგადად არ ვიცი რატომ მიმართლებს, მაგრამ ყოველთვის მიმართლებს და კარგ და საინტერესო დეითებში ამოვყოფ ხოლმე თავს, მაგრამ რაღაც ისეთი ხო ფეილები მახსენდება მეც. მაგალითად, ჩემი პირველი დეითი, ცხოვრებაში პირველი დეითი. პატარა ვიყავი მაშინ. რამდენის? აურავი 15-ის ალბათ. 15-ის. ხო. ანუ და მიხვდები რატო საინტერესო ეს ისტორია რა. დეიცი უბანში, უბნელ ბიჭთან ჩავედი, რომელმაც მაჩქა დიდი ესეთი თეთრი იასამანი. აუ, ჭამინდა. ნეტა ჭაყოფილი. ჭამინდა. ვაიმე. გაუკეთებ გოგოს ჭას? ხო. მოკაფელებულს თუ როგორ ითქმები. მე რო ჩაიარო ჭასთან რა. აი მოკლედ ეს ჭა არ გამიკეთო რა, ის თამაშის ჭა, მართალი ჭა მინდა ნამდვილი. სიღმეში უნდა ჩავიდეთ? კი და დაჟე წყალიც უნდა იყოს იქ. That's what she said. ხო და ძალიან დიდი საქმეა ეს ხო. ძალიან შორს წავედით. იასამნებით დავიწყე ჭამდე მივედი. ხო და ანუ ძალიან დიდი თეთრი იასამნები მაჩუქა და დეითი ჩავალობდი ბანალური ბავშვური რაღაც. და სასაცილო ის იყო რომ მე რა მომაჩინა რომ ეს იასამნები მამის ჩემის სასაფლაოდან მოიპარა. ზრდასრულ ასაკში თუ გქონია რა. ეგეთი ფეილები, ანუ ქონდა რაღაც ეგეთი რომ ბიჭი რომელიც საკმაოდ დიდი ხნით მწერდა რა, ხა 1-2 დღის მოწერილი არ ქონდა და რაღაც და ნუ რაღაც თვე ალბათ. კარგად დაასრულე წინადადება. დაწყება უკეთესი იყო. ხო და აი როგორც იქნა რომ მეც მივედი იმ გადაწყვეტილებამდე რომ ოკეი დეითი და როგორც იქნა რომ შევხვდეთ. ხო შევხვდეთ ოკეი. ზუსტად იმ დღეს აღმოაჩინა რომ თურმე ეს ბიჭი პარალელურად წერდა ჩემს უახლოეს დაქალს. და ნუ რაღაც იგივე დიალოგში იყვნენ რა ორმაგი ის ქონა ურთიერთობა ასე ვთქვათ, ურთიერთობა არ იყო მართალია, მაგრამ მაინც ხო და გადავწყვეტეთ მე და ჩემო მეგობარმა რომ ერთად წავს. აუ, ეს შუაზე გაგვეჭრა ბენზოხერხით და ერთი ნაწილი მის იქნება და ერთი ჩემი. არა, ეგ არ გაიგე. ამოსმეტი აღარ დაალენი. რა ქენითება? ეს ლაპარაკო შემისაც მე დავვლავ. ხო და ანუ ავდექი და მე იმ საღამოს დეითსა დავთანხმდი და პარალელურად ჩემი დაქალიც წერს რომ ანუ შეგვიძლია გავიდეთ სადმე და რაღაც რა. ხო. ამ ჩემ დაქალს უთხრა რაღაც საქმეები ქონდა და გადარბენაზე იყო და არ ეცალა და მე გამომიარა და მე წერ რომ ანუ ჩემი დაქალი რომ დავტოვოთ სახში შეიძლება თქო. ხო, ხო და მაგრამ პირველი კლასი რო გაკეთილ სხვა ისე რო ყვები. ხო და ჩავედით ჩავჯექით აბსოლუტური იგნორი ვითომ ვერ შეამჩნია რომ ორივეს ერთდროულად წერდა. არ გათამაშა ეგ? სხვათა შორის ისე დამეჯერებლად რომ დავიჯერე რომ მეთქი რამე ხო არ მეშლება. ეს ის მეორე ბიჭი ხო არ არის მარტო მე რომ წერს. აუჩ, ეხლა ვთქვი რომ ხო. ხო და უკვე ნუ ახლა უნდა დაგვეტოვებინა ჩემი დაქალი სახლში და ნუ ხო უნდა გახეთქილიყო ეს ამბავი და მაშინ იყო ძალიან პოპულარული ეგ ფრაზა დავწვეთ სამივე და ანუ ბოლო მაგით მივანიშნე რომ ანუ ვიცი შვილო რასაც აკეთებ და ნუ რა თქმა უნდა დეითი არ შედგა არც ჩემი და არც იმის მეორეს მისგან ხო არ იყო შემოთავაზება რომ ბარემ აქ ვართ სამივე არა მე ვთქვი თქო შენ თქვი დავწვეთ სამივე თქო
ხო, მორალი ეგ არის, ის არის მაგარი. მორალი აქვს. მორალი, უხანსობა ერთი წამი. მორალი. მორალი ის არის. არ წახვის. არა. ანუ როცა ორ გოგოს პარალელურ რეჟიმში MSG-ები და EDT-ები და ეკერავები და აშ გადამოწმე როგორც მინიმუმ ერთმანეთის კომენტარებში ხوار არიან, ლაიქებში ხوار არიან, ფოლოვერებში ხوار არიან, რომ საუკეთესო დაქალები არ აღმოჩნდნენ. კეთილი. გიორგი, გაიხსენ შენი ცუდი უიღბლო საინტერესო დეითი, რა ვიცი. უიღბლო ერთადერთი. ბაიკიკი შეავდეთ. არა. ფულენბიერი. პირველი დეითი მქონდა და 15 წუთიანი გამოდგა ჩვენი დეითი რა, ესე რომ. იმედია მხოლოდ დეითი. კი. 15 წუთი ბევრია. 15 წუთი გამო. და? რა მოასწარით გეხვეწები? არაფერი ვაფშე. ბოლოს მითხრა რომ ჩემზე უკეთეს ვერ ნახავ და ეგ იყო და ეგა. აი მე იმის მერე ისეთი დეითი. ანუ სად შეხვდით? კაფეში რა. ყავაზე. კაფეში. ანუ მიმოწერა გქონდათ რაღაც და მე შეხვდით თუ მიმოწერის მერე შეხვდით. საიდან გაიცანი? Facebook-ით. Facebook-ით გაიცანი. ოკეი, ან რაღაც წერდით ერთმანეთს და მე გადაწყვეტეთ რომ კაფეში შეხვდეთ. მე გოგონა შევიდა კაფეში, ესეც შევიდა კაფეში და არა, ეს არ შევიდა კაფეში. შევიდა 15 წუთი ხო? ნუ, ხო. ანუ 15 წუთი რატო იყავით? ანუ ერთმანეთი არ გავასწავლდით. აი, უყურე ვერ მივხვდი, ანუ არ მოგეწონათ ერთმანეთი და მაგით იყავით 15 წუთი? თუ აი მიზანი გქონდათ რომ მოდი ყავა დავლიო და დავიშალოთ? არა, რო იმას არ მოვეწონე. იმას არ მოეწონე? ოკეი. რითი გამოხატა ეგ რო არ მოეწონე? ყავა შეგასხა თუ? არა, უბრალოდ წავიდა რა. ესეც რო წავიდეთ. გავიდათ 15 წუთი. ანუ მართლა, ანუ ჭახო უნდა გამიკეთოს არა. ბავშვობაში იყო რა ეს. ბავშვობაში იყო? ოკეი. ნუ ბავშვობაში კიდე ხო. 2 წლის. ზრდასრულ ასაკში თუ ქონია რამე ესეთი საინტერესო დეითი? ძირითადად სახლში. სახლში მიდიოდი მასთან. ძირითადად. სახლში მიდიოდი მასთან. ერთი პიროვნება იყო თუ მასთან და არა, რამოდენიმე. კი. ანუ მართლა რაღაც მიმოწერის შემდეგ კი. თვითონ პატიჟებდა? კი, რა თქმა უნდა. რა? ზოგს გულმოხლებს ხტები ხო? ანუ ხშირად ქონია ეგეთი გამოცდილება? არა, ხშირად არა, მაგრამ იყო რამოდენიმე. გუშინ ერთხელ ვიყავი ახლა. კაცი გამძახების ვაიბები რატო წამოიღო? ხმამაღლა თქვენ ამაზე გავიფიქრებოდიში. მეშლება ხოლმე რა. ოკეი, საინტერესოა. ანუ ეგ ამბავი ვიცი რომ ანუ ბიჭები ესე პატიჟებენ გოგოებს სახში რაღაც ფილმს ჩაუждდენ რა და ეგრე პირიქით მე მგონი ანუ როგორ დაგპატიჟა სახში ანუ რა იყო წინაპირობა? არ ვიცით იმისი რა იყო, არ ვიცი რა ვიცი. უბრალოდ მივედით, აუ ჩაი, ყავა და მაწონი. მე რა და და სექსი. ბრავო! ვა, ღრაშვება. აუ რა იოფლიანა სანამად კმევინა. ძალიან კარგი. მე ანუ ერთჯერადი რაღაც ურთიერთობა იყო თუ მე კიდე ქონია შეხება რაღაც მიწერა მოწერა? ცოტა ხანი. 2 წუთი. რამოდენიმე თვე ალბათ. ანუ სექსი რომ მორჩა მან წერდით და ხო. კაი გავედი მე. კი. ხო, ახლა წავიკითხავ გამომწერის two dates და ერთად განვიხილოთ. თქვენ კიდევ მაყურებლებო შეგიძლიათ დააკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვეშ და დაწეროთ თქვენი ცუდი დეითი. შემიძლია ამოვანათო შემდეგ გადაცემაში თქვენი ცუდი დეითი. თუ არა, შეგიძლიათ პირადად მომწეროთ და ინკოგნიტო წავიკითხოთ თქვენი საინტერესო ცუდი თუ იღბლო დეითი. კარგით.
პარასკევს საღამოს გადავწყვიტე გავსულიყავი ბარში. წავედი მეგობართან ერთად. ძალიან ბევრი დავლიეთი. ბართან შევნიშნე ერთი ლამაზი ქერათმიანი გოგო. გადავწყვიტე გამეცნო. დავპატიჟე კოქტეილზე. ეს გოგო აღმოჩნდა ტატუ მასტერი. დილის 4 საათამდე ვერთობოდით, სვამდით, საუბრობდით. რაღაც მომენტში გადავწყვიტე ამ გოგოსთვის მეკოცნა. ვაკოცე და უკვე ვფიქრობთ აქედან გასვლას. თავის სახლში დამპატიჟა. ხო. როგორ დაჯდა? თავის სახლში დამპატიჟა, ჩემთან ავიდეთ აქვე ვცხოვრობო. მეთქი ეგაა, იდეალურია, ავედით მასთან სახლში. სადაც ტატუ სტუდიაც ქონდა მოწყობილი. მე უკვე შეხურებული ვარ, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, მზად ვარ, როგორც ჩვენი გიორგი. და ამ დროს გოგო მაჩერებს და მეუბნება. ტატუს დაგახატავ და მხოლოდ შემდეგ მოგცემ. სხვა შემთხვევაში არაო. არასდროს არ მევასებოდა ტატუები. აი, ერთიც კი არ მაქვს, თუმცა სექსიც არ მქონია ძალიან დიდი ხანია. ვუთხარი რომ მაშინ რამე პატარა დამახატეთქო. დილით რომ გავიღვიძე, ბეჭზე აღმოვაჩინე ძალიან ცუდი ტატუ. გრიშა ონიანის გამოსახულება და ქვემოთ მიწერილი მისი ცნობილი ფრაზა: ლაშა, შე რო კაცმა გიხმარა. არასდროს გაყვეთ ტატუ მასტერს სახლში მთვრალმა. პოსკრიპტუმ. ტატუ მოვიშორე. ხო. როგორ შეაფასებთ ამ დეйтს? კარგია, ცუდია, გინდათ რომ გქონდეთ ეგეთი. არა, მინდა რას ქვია ტატუ დამახატოს? თუ მე დავახატო. თუნდაც შენ დაახატო. და რას დაახატავდი? ხო, რავი, არა, ანუ როგორ დავახატო, არ არსებობს. ანუ უყურე. სხეულს არ უნდა ეხებოდეს ის, რასაც დავმართებ რა. როგორ? სხეულს არ უნდა ეხებოდეს ის, რასაც დავმართებ. ახლა მე ის ანუ წავიშალავ პრინციპში კი დაწერა ადამიანმა მოიშორებს, მაგრამ რა ვიცი, გაჩნია რეიტი როგორ წავიდოდა რა, თუ შენ აწინახე. ხო, თუ კარგი დეითი იქნებოდა, ნუ კარგი საღამო და ღამე იქნებოდა, დადებითი შინაარსის მქონე ტატუს მიიღებდა საჩუქრად და თუ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა, გრიშა ონიანზე უარეს დავახატავდი და დავაწერდი. დავახატებდი. რა მოთხოვნილებებზეა საუბარი? რა ვიცი, ახლა პედიკურის და მანიკურის გაკეთება არ დამჭირდება ალბათ დეით სტერეოტიპთან წავალ იმისგან. კაი, ოკეი. მითხარით თქვენი red flag-ები და green flag-ები. მაგალითად, შენ მინა, რა არის შენთვის red flag-ი ბიჭი? ჩემი ყველაზე დიდი red flag-ი არის პრინცესა ბიჭები. პრინცესა ბიჭები. რომელიც, ხო. აი, ხო, რა გადის მაგ კატეგორიაში? არა, შენ არ გითქვამს შენმა თვითონ მივხვდი. არა, პრინცესა ბიჭი რატოა? არა. რაპუნცელის პრინცს გავს მართლა. რაპუნცელის პრინც დისნეის ხშირად უყურებს ეთყობა. პრინცესა ბიჭები არ მომწონს ძალიან რა, ანუ ყველაფერი რომ გოგოს კისერზეა და გოგომ გადაწყვიტოს საწავალ დეიტზე და გოგომ გადაწყვიტოს რას შევჭამთ, გოგომ გადაწყვიტოს რას დავლევთ. ინიციატორობას რო გოგოს ტენიან სულ. აი ეგეთ ბიჭებს ვეძახი პრინცესა ბიჭებს რა. ანუ სულ მოვლა უნდათ, სუფერება უნდათ, ანუ რა ვიშვილი, ძაღლი მეყოლება მაგის თავი რომ მქონდეს, რომ ვინმეს მოუარო და რაღაც ვეფერო და ის. ანუ პრინცესა ბიჭი არის ჩემთვის red flag-ი რა. დალშე ლიჟბის უთქავდეს. დალშე ლიჟბის უთქავდეს. ძალიან საინტერესო სიტყვათა წყობა იყო დალშე ლიჟბის. ამ სიცხეში თბილისს არ არის საჭირო. ოკეი, green flag-ი რა არის ბიჭი? რო დალშე ლიჟბით ხელის აი, ხო, ანუ ძალიან მომწონს ლამაზი თითები რა. ხო და ანუ როცა მამაკაც ლამაზი თითები აქვს. ფეხის არა. როცა მამაკაც ლამაზი თითები აქვს, შემიძლია ყველანაირ red flag-ზე თვალი დავხუჭო რა. და საბედნიეროდ ეგეთი მამაკაცის მთელ სამყაროში არსებობს მარტო ორი. ხო. და ერთი არის ედრიან ბროუდი, დაახლოებით მიხვდები რა თითებზე მაქვს საუბარი და მეორე არის მურმანჯინორია და ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში არც ერთი არ ჯდება და რომც ჩაჯდეს ედრიან ბროუდამდე მე ვინ მიმიშვი. რომელია ეგ კატეგორია? გაგვიმხილი. ანუ ძალიან ისე. ანუ ვერიდებით მაგ თემას და
თავარია სრულწლოვნების ასაკში შეღწეული იყოს, რომ რომელიმე კანონი არ შემომერღვეს და 25-ს რო გადაცდება უკვე ბებერია. უკვე ბებერია? ანუ მე ბებერია. რამდენი წლის ხარ გიორგი? 26-ის ხდები. ანუ უკვე სიო უკვე. ოკეი, კაი, გიორგი, შენ მოყევი red flag-ები და green flag-ები რა? აგიხსნა რა არის? უბრალოდ რომელი? რა მნიშვნელობა აქვს? რა მომწონს და რა არ მომწონს, ხო? ხო. ხო. მოდი flag-ების გარეშე. ხო. თქვი რა მოგწონს და რა არ მოგწონს? დავსროულის ქალი ძალიან მომწონს. ნუ ახლა. ხო და green flag-იც გითხარი და ეგ არის. აი ის გავუსიო. გავცვალ. ხო. არა თქვა green flag-ი. green flag-ი თქვა თუ რომელი იყო ეგ რომ მოსწონს რომ ქალი თავსულის ამისი გადმოსახედიდან ეგ კარგია თუ ცუდი? კარგია. ოკეი. მაშინ ეს არ ვქვა red flag-იც გითხარი. ფლეგია, არ ვიცი, აი. სახში რომ არ გეპატიჟება ჩაიზე და ყავაზე და სექსზე. ეგ არის შენთვის red flag-ი, ხო? უკარ ნახობ შენ. ანუ ყურე, გოგო შეხვედრია ისეთი რაღაც რო არ მოგეწონა რა. აი დაუშვა რა ვიცი, აი ფჭილები აქვს, გზელი და არ მოგწონს რა. ან არ აქვს საერთოდ და არ მოგწონს. ეგეთი არა ყოფილა. ან თითი არა აქვს რა ვიცი. არ ყოფილა ეგეთი. არა, არ ყოფილა. ოკეი, კაი. აი, ესაც ეგ თაიფარი რა, ლიჟბის უნთქავდეს. ხო. ახ, ჩვენ ის უნთქე დიდხანს. მაშ. ჩვენ გაგვიმარჯოს ისევ. გაგვიმარჯოს. აბაჰე. ამას უბაში მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, უყუროთ დეითოვანას. თქვენებს უთხრათ, რომ რა მაგარი გადაცემა, მეც მინდა აქ წავიდე. და მოდით სოულაკი ბარში. კაი, მოდი ახლა ვითამაშოთ ერთი პატარა თამაში. მოდი ამას დავდებ. მოკლედ, ამ ეგრეთ წოდებულ დოლურებში, კრუშკებში არის ფურცლები. ერთში არის random სიტყვები, რაღაც სამი სიტყვა არის მოთავსებული. და ამ სამი სიტყვის მეშვეობით უნდა დაპატიჟოთ ერთმანეთი dates. აი მას. ოკეი. თუმცა მეორე დოლურაში არის პირობა, რომელიც უნდა შეასრულოთ ამავდროულად. ანუ აქ არის სიტყვები, აქ არის ისე რა ქვია, პირობა. გავიგეთ? გასაგებია. ვინ დაიწყებს? დავიწყოთ. რაღაცა დაიწყო ამანაც. გაიხსნა. ხო. კასტრაცია, სპეცნაზი, ბორში. პირობა მოვიღოთ? აუ, ძალიან რთულია ხო? თუნია წავიკითხავ. კაფელი რო არა ახლოს ვერ კითხულობს ხოლმე ხო? შენ კიდე რატო კარნახობ არ ჭირდება? რა ხდება? საუბრის დროს თუ გინდა გამოვცვალოთ. ირეკავს ტელეფონი. ცოტა მოკლეა მოიხ. მოდი გამოვცვალოთ თუ გინდა. მოდი გამოვცვალოთ. რა მნიშვნელობა? იმაზე თუ წავიკითხავ. რა მნიშვნელობა? სამშაბათ რომელს ვერ წაიკითხავს? სამი ბავშვის ძიძა ხარ? სამივე თან გახლავს. თან გახლავს. ხო. ანუ სამი ბავშვი ძიძა ხარ, სამი ბავშვი დაგიტოვეს. კი. და თან გახლავს ეგ სამი ბავშვი, მიდიხარ ნინასთან და უნდა დაპატიჟო დეიტზე. იმ სამი სიტყვის გამოყენებით. ბავშვები თუ სრულწლოვნების ასაკში არიან არ გამოგივა. თავიდან კითხულობ? ფიქრობ ხო შეიძლება? კი ბატონო, ფიქრ. რა გაირკვა? დავაკავშირებ ერთ-ერთი. არ უნდა დაკავშირება, ანუ რენდომად მიდიხარ ნინასთან. ცუდი გამოდის მე ეს. ძო, კარგია მე. აუ რატომ გონია რა? ვაი, ბოდიში. მაპატიე. ანუ უბრალოდ უკვე წარმოიდგინე მიხვედი
მიესალმე. რაღაც ანუ გოგოს როგორ პატიჟებ ხოლმე, ანუ პატიჟებ ხოლმე? თვითონ პატიჟობენ გოგოები, რა. ანუ მიდიხარ, გამარჯობა, თქვენი სახელი, ესე პირდაპირ ცოტა. კაი, მიწერე მაშინ. აგიტო გაქვს ავეჯის როლები საყვარელო ყველგან. მიწერე მაშინ ჯერ, რა ვიცი რო. არა, თუ გინდა პირველ სიტყვას მე ვიტყვი. მიდი. წავედი. გამარჯობა. დეიდა. გამარჯობა ბავშვი. გიორგი ბიძია შენი გაცნობა უნდა. თვითონ გიორგი ბიძიამ გადმოსცეს ის რომ ჩემი გაცნობა უნდა. გამარჯობა ნინა. კასტრაცია ჯერ არ მქონია, სპეცრალში მივდივარ ეხლა და ბოშზე ხوار დაგპატიჟო ან დაპატიჟო. დამეწვე. აუ, კი რა. ძალიან კაი ბიჭი ხარ, რამდენი წლის ხარ? 25-ის. დაუსვაწელი. ერთი წელი დაიწყო. ბიჭო, რა ფანტაზიოერი ვარ, კარგი. ვაიმე. გაგეკლა 5 წელი რა. გაგეკლა. ვინ გამოგეკიდება ახლა მაგას? ვინ გაგიმოცნებს? ვაიმე. აუ, კაი. სასაცილო უნდა იყოს და. კაი. ეგ გათვალქონდა. ეგ გათვალქონდა. კაი, ვაი. კაი. კაი, ახლა ანუ იმდენი იწუწუნა და ეხლა მე რასაც გავაკეთებ იმაზე კარგად ამან მოაბათავი, მართლა მოაბათავი. ააწყო რაღაც ერთი წინადადება ააწყო, საიდანაც აზრი გამაყობ შენი. კაი, მოდი ახლა ნინამ დაპატიჟოს. პირობა აქ სიტყვებია, აქ პირობა. აქ პირობა. ურევთ ბაჩურა. ხმაურმა უნდა წავიკითხო? აღმოჩნდა რომ კერძზე აქვს სტატუ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებითო. მიხეილ სააკაშვილის არა, მაგრამ აქვს სტატუ. კერძზე? კი. ო. დაპატიჟე დეიცე, შემდეგი სამი სიტყვის მეშვეობით ნარდი, პრეზერვატივი და ღომიო. ვა, სააკაშვილი. ამ დროს მკერდზე აქვს მიხეილ სააკაშვილის გამოსახულების სტატუ. გამარჯობა გიორგი, რა საინტერესოდ გამოიყურები, კარგი ტატუები გაქვს. მადლობა. კიდე გაქვს სადმე ტატუ? ფოტო დაიხატა. კი. კი, მკერდზე ხო ალბათ? კი. აუ, ეგრევე მივხვდი რა დაგინახე. ფოტო დაიხატა. რატო დაიხატე ეგ ტატუ მკერდზე? გამოვყნებდი ერთ დროს. სუფლიო. ანუ იდეაში ხარ. შენზე არ ვთქვამ, არა, შენზე არ ვთქვი. ანუ ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია? თუ მეჩვენება? ცოტა ახლოდან შეხედე და. ანუ რაღაც ვოუ! მამე! შეაფასე ჩემი მიშა. ცოტა ახლოდანაც ეკლეობა კი არა. ჯანდაბა ეს გავიფიქრე არ მithქვამს. ალბათ ნარდს თამაშობდით ციხეზე ერთად, ხო? თოთ გაგვიკეთებია კიდევაც. არა, საყვარლები ვიყავით. პრეზერვატივი მაგითო გჭირდებოდა. შენ ალბათ მეგრელი არ იქნები, მაგრამ შემიძლია ხომზე დაგპატიჟო საღამოს და ნარდი ამოიყოლე. თუ კიდე პრეზერვატივებიც. მიშაზე ნაკლები კი არ ვარ. მისამართი მომწერე და. კუთაისის ქუჩა და რომელიც იხია ეგ? აუჭალის ოკეი. წელი პატიმრობის ძალიან კარგი იყო. ჩვენ ხო შოუ გჭირდება. კი. ხო, ხო დავდგი. შოუმენი გიორგი. ოკეი. გოგოსთან თუ მისულხარ pick-up line-ით რაღაც ესეთი გასაცნობად რომ მიდიხარ გოგონი შენი სყვარ ხარ ყურდღელი. არასდროს. არასდროს. ცოტა მორცხვი ვარ მაგ. ხო. შევამჩნიე და. ხო. მართლა? კი და მე მინდა გითხრა ჩემი საყვარელი pick-up line-ი, იმიტომ რომ ანუ ცოტა ბანალური კია, მაგრამ პირველად რომ გითხრას დავდნი. ისეთი მშვენიერი ხარ, როგორც გოლი 99 წუთზე.
ეგ უთხარი ხოლმე შენ. ძალიან კარგი Facebook პოსტია. ხო, თუ რაღაც. ერთმანეთის ის რა ქვია, რამე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ კითხოთ ერთმანეთს, რა ვიცი. შენ გაგიჭირდება? ფეხის ზომა მეინტერესებს თქვენი. იქეთ წავედით, მაგრამ პირდაპირ. პირდაპირ საქმეზე გადავიდა ნინა. 45. მაინდროპი უნდა. ოღონ არ გაიხადო. თუ აინტერესებს? არ მეინტერესებს, რაც მაინტერესებს ის კითხე და. ანუ ოკეი, კაი. თვითონ იქნებ რა მეინტერესებს. შენ რა გაინტერესებს? ფეხის ზომა უკვე ვთქვით? ცხოვრების რა ეტაპზე ხარ? მაგასაც ჩემი ფეხის ზომა აინტერესებს და ანუ რაღაც სხვა გადაცემაში წავა ეხლა. ცხოვრების რა ეტაპზე ხო, ხარ? ანუ რაღაც ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ცხოვრების ყველაზე მშვენიერ ეტაპზე ვარ. ვარ ლამაზი, დამოუკიდებელი, ძლიერი, ფინანსურად მყარი, მოაზროვნე, განათლებული, საკმარისი. და ანუ მე მგონია, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ ეტაპზე ვარ. და მინდა რომ სულ ამდენი წლის ვიყო, რამდენი წელსაც ვარ. 40? 60. 60. აუ დაიზმენდა, მართლა გონია რომ 40 ვარ, რა გინდა? არა, რატომ გონია? მართლა გონია რომ იმ ხელა ვარ, ამ ხელა ფეხის ზომაც აქვს. შევსვათ შოთები? მე ვარგისფერი მომეწონა. ხო, გამოიწერეთ მართლა ხალხო დეითობანა, უყურეთ, დალაიქეთ, გააზიარეთ ის ზარის ღილაკი თუ რაც არის, ეგეც გააქტიურეთ, უყურეთ, მოდით დეითობანაზე სოულაკი ბარში. ხო, გამოიწერეთ და დავამატებდი კიდე იმას, რომ შენ რო იძახი ხოლმე, რომ ისა 90%-ცა თუ ძალიან გავწელე, მგონია ეს ციფრი ისე უყურებს ვიდეოს. ეგ ხმაკრილი ინფორმაციის მოგროვების გარეშე. 90% ისე უყურებს, რომ არ აქვს გამოწერილიო. აი ეგეთ ხალხს გისურვებთ, რომ გოგომ დეიცე წაგიყვანოთ ან ბიჭმა, ბევრი ფული დაგახარჯინოთ, რაღაც ფენსი რესტორნებში, სასტუმროებში გატაროთ და ბოლოს არ მოგცეთ. მე არ მithkomს ეგ. ებჭო, გამოიწერე და აღარ იქნები დაწყნარი. მე გამოწერილი ვარ. მაქვს რესურსი, რომ პარალელურ რეჟიმში გლოცო, დაწყნარი. აი, მოკლედ, რატომ მოხვედი დეითობანას? გიორგი. ეს კომპლექსი რო დამეძლია. დაგეხმარეთ? ცოტათი კი. ცოტათი კი? კი. ძალიან ცოტათი. ხო. შევეცდები უფრო გავიხსნა ამის მერე. ნინას აკოცებდი ახლა მაგალითად? კი. კი? კი. ანუ დაძლია ის კომპლექსი, რომ შეძლო ეს ყველაფერი? კი. მიცემდი ამის ანუ საშუალებას? მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან სახლში არ ვართ და არ დაგპატიჟე, მაინც მაკოცებდი? და რა არის საწინააღმდეგო ვერ ხვდები, შენ თუ გინდა. ანუ მე მგონა, რომ ანუ გოგოსთან სახლში თუ არ ხარ იმასთან ასული, სხვა ვარიანტში ვერ კოცნი. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ სახლია. კამერები არ არის, განათება არ არის, მე არ ვარ აქ. რაღაცა სიმღერა. კამერები არ არის? კამერები არ არის. ეგრე მღამი ეკარგება. ჩარტი კამერა. ჩარტი კამერა. კაი, გიორგიმ ჩართო კამერა. განათებას ჩართო. ნერვიულობაც ჩართო. ორმაგად. გადმოდი. მოდი. შუგი ქრება. მარტო ხართ? კამერები რჩება. ხო, კამერა რჩება. და გინდა რომ აკოცო. რა საკეთე? პირდაპირ გავაკეთო? არა, ბავშვი, რა პირდაპირ გააკეთე?
შენ ხოლმე გავაფორმოთ. საბუთი ხოლმე გავაფორმოთ. კონტრაქტში როგორ წერი? ჯერ ან კითხე. ჯერ კითხე თუ შეიძლება. გიორგი, ახლა თუ არ დაძლიე ეგ, მე უფრო რთული იქნება. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენდა. ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა. არ ვიცი. ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა აშკარა. შენ წაყვედი. აქედან ძალიან კარგები ჩანხართ. მას გეხვეწებ მე ვაკოცებ რა. არა. მაშინ ერთი ბოლო კითხვა. ლოყაზე რო გაკოცეს. შეიძლება? გთხოვ არა თქვი რა. შეიძლება? მისინება. გაქვს ნება? ანუ უყურე ანუ ინიციატორი ბიჭები თქო და რაღაც თქო და აქაც ანუ იმაზეა დამოკიდებული მე რისი ნება მაქვს და რისი არა. უბედური ქალი ვარ. არა. დაეთხო. შეინახეს. ერთი ორი დღე. კაი იდეა. მოკვდი? მოხდა, რაგიშავდა რამე? მოხდა რამე? ხო შეგეძლო შენს გაეკეთები. მიდი? მიდი. ო. შო! სადრი. ეგ არის!